ჰორიზონტი წარმოგიდგენთ უცხოეთის ამბების კვირის დაიჯეს. 16 დეკემბერი 2024 წელი. თურქეთის თავდაცვის მინისტრის იაშარ გიულერის თქმით, სირიის ახალ ადმინისტრაციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მართოს ქვეყანა თავისი კონსტრუქციული გზავნილების შესაბამისად. თურქეთი კი მზადაა დაეხმაროს ქვეყანას სამხედრო წვრთნით, თუ ასეთი დახმარება მათთვის საჭირო იქნება. ნატოს წევრი თურქეთი აქტიურად უჭერდა მხარს სირიელ მეამბოხეებს, რომლებმაც გასულ შაბათ-კვირას პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს. თავიანთ პირველ განცხადებაში ახალმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, განაცხადა, რომ პატივსცემს ყველა სამთავრობო ინსტიტუტს, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას. თურქეთი მზად არის უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა, თუ ამას ახალი ადმინისტრაცია მოითხოვს. განუცხადა გიულერმა ჟურნალისტებს ანკარაში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ისლამისტურ დაჯგუფება ჰაიათ თაჰრիր ალ-შამთან, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ხელმძღვანელობდა. ბლინკენის თქმით, შეერთებულმა შტატებმა პარტნიორებთან ერთად მიაღწია შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება ეხება სირიაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ძირითად პრინციპებს, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას. შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა რეგიონულმა პარტნიორებმა მიაღწია შეთანხმებას საერთო პრინციპებზე, რომლის მიხედვითაც სირიასა და მის ხალხს მხარს დაუჭერთ. ჩვენ ვიცით, რომ სირიაში მიმდინარე პროცესებს შეუძლია ჰქონდეს ძლიერი შედეგები მის საზღვრებს გარეთაც, იქნება ეს მასობრივი გადაადგილება თუ ტერორიზმი. ჩვენ ვიცით, რომ არ შეიძლება იმ გამოწვევების შეუფასებლობა, რომლებიც ამ მომენტშია, აღნიშნა ბლინკენმა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში 83,000 რუსი ჯარისკაცის სიკვდილის ფაქტი დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც BBC-ს რუსულენოვანი სამსახური იუწყება, უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა რეალურად შესაძლოა 185,000 იყოს. ეს არ მოიცავს დონბასის მცხოვრებლებს, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. ამასთან, ბოლო ორ კვირაში უკრაინაში მოკლული იმ რუსი სამხედროების სიას, რომელთა ამოცნობაც ჟურნალისტებმა შეძლეს, 2365 ადამიანის სახელი დაემატა. BBC-ს ცნობით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დადასტურებულია 4467 რუსი ოფიცრის სიკვდილი, მათ შორის 8 გენერალია. ყველაზე დიდი დანაკარგია რუს მოხალისეებს, მშავრდებულებსა და მობილიზებულ პირებს შორის. მედია წერს, რომ ყველაზე მეტი მოკლული სამხედრო ბაშკირეთის რესპუბლიკიდანაა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ცენტრისტი პოლიტიკოსი ფრანსუა ბაირუ დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანს 24 ავრცელებს. ფრანსუა ბაირუ ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონს უკვე შეხვდა. ცნობისთვის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიშელ ბარნიემ თანამდებობა დატოვა. ულტრამემარჯვენე ეროვნულმა გაერთიანებამ და მემარცხენე ახალმა სახალხო ფრონტმა ძალისხმევა გააერთიანეს და მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს. ბოლო 60 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ბარნიეს მთავრობა მხოლოდ 90 დღე იმუშავა. ამის მიზეზი ბიუჯეტის შესახებ კანონის დეპუტატების მიერ მისი დამტკიცების გარეშე მიღება გახდა, რაც ითვალისწინებდა ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას 40 მილიარდი ევროთი და გადასახადების გაზრდას, ჯამში 20 მილიარდით. შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ სურს ნახოს ძლიერი, კარგად შეიარაღებული უკრაინა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ. აღნიშნული შესახებ Wall Street Journal-ი მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული განცხადება ტრამპმა 7 დეკემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე გააკეთა. როგორც Wall Street Journal-ი წერს, ტრამპმა ასევე მოუწოდა ევროპელებს მეტი გააკეთონ ჩინეთის დასარწმუნებლად, რომ კრემლზე ზეწოლა მოახდინოს კონფლიქტის დასასრულებლად. ამასთან, გამოცემის ცნობითვე შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა
ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, რომ ევროპულმა ჯარებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი აწარმოონ. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სავარაუდოდ ლენდ-ლიზის გარეშე დატოვა. უკრაინული მედიის ცნობით, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 2025 წლის ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, სადაც ლენდ-ლიზის გაგრძელების შესახებ ჩანაწერი არ არის. აღნიშნულის შესახებ ასევე განცხადება გააკეთა შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა, ოქსანა მაკაროვამაც. მისი თქმით, უკრაინელი დიპლომატები მუშაობენ, რომ ეს ჩანაწერი შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტში დარჩეს. ამასთან მაკაროვამ მიუთითა კანონპროექტის სხვა მუხლები, რომლებიც შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას ეხება. კერძოდ საუბარია მუხლზე, რომელიც კრძალავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას. ასევე მიუთითა ჩანაწერი, რომლითაც შეერთებულმა შტატებმა თვალყური უნდა მიადევნოს კრემლის მიერ ტერორიზმის დაფინანსებას და კიდევ ორი მუხლი, რომელშიც უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებებია მოცემული. წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული თავდაცვითი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს რეკორდულ ხარჯებს, $895 მილიარდ, რაც 2024 წელთან შედარებით 1%-ით მეტია. პროექტს მომდევნო კვირაში განიხილავს სენატი, შემდეგ კი მას ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი. ცნობისთვის, ლენდ-ლიზის შესახებ კანონს ბაიდენმა 2022 წლის 9 მაისს მოაწერა ხელი. დოკუმენტი ძალაში შევიდა 2022 წლის ოქტომბერში. ეს კანონი საგრძნობლად ამცირებდა ბიუროკრატიას უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დროს. ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის უკან შეერთებული შტატები და ისრაელი დგანან. ამასთან გარდიანის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეიმ სირიის რეჟიმის დამხობაში დაადანაშაულა სირიის მეზობელი ქვეყანაც, რომელიც მას არ დაუსახელებია, თუმცა სავარაუდოდ საუბარია თურქეთზე. ეჯგარეშია, რომ ის, რაც მოხდა სირიაში, არის ერთობლივი ამერიკულ სიონისტური პროდუქტი. დიახ, სირიის მეზობელი ქვეყნის მთავრობა თამაშობს, ითამაშა და ასევე აგზელებს თვალსაჩინო როლის თამაშს ამ საკითხში და ამას ყველა ხედავს, მაგრამ მთავარი კონსპირატორი, ორგანიზატორი და სამეთაურო ცენტრი არის ამერიკასა და სიონისტურ რეჟიმში. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვების ადგილს არ ტოვებს, განაცხადა აიათოლა ალი ხამენეი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სირიის ახალ რეჟიმს აფრთხილებს, რომ ირანის ხელახალი გავლენის შემთხვევაში საპასუხო რეაქცია ექნებათ. ჩვენ არ ვაპირებთ სირიის შიდა საქმეებში ჩარევას, თუმცა ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, მე დავამტკიცე საჰაერო ძალების მიერ სირიის სამხედროების მიერ დატოვებული სტრატეგიული სამხედრო შესაძლებლობების დაბომბვა, რათა ისინი ჯიჰადისტების ხელში არ აღმოჩნდეს. ეს მსგავსია იმისა, რაც ბრიტანულმა საჰაერო ძალებმა გააკეთეს, როდესაც დაბომბეს ვიშის რეჟიმის ფლოტი, რომელიც ნაცისტებთან თანამშრომლობდა, რათა ის ნაცისტების ხელში არ ჩავარდნილიყო. ჩვენ გსურს ურთიერთობების დამყარება სირიის ახალ რეჟიმთან, მაგრამ თუ ეს რეჟიმი დაუშვებს ირანის ხელახლა დამკვიდრებას სირიაში, ან დაუშვებს ირანული იარაღის ან ნებისმიერი სახის იარაღის გადაცემას ჰეზბოლასთვის ან თავს დაგვესხმება, ჩვენ ძლიერად ვპასუხებთ და მძიმე ფასს გადავახტევინებთ. რაც წინა რეჟიმს დაემართა, იგივე დაემართება ამასაც, თქვა ნეთანიაჰუმ. სირიის ახალმა მთავრობამ ბიზნესის ლიდერებს განუცხადა, რომ ისინი თავისუფალი ვაჭრობის მოდელს მიიღებენ და ქვეყნის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციაზე იზრუნებენ. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. ეს იქნება თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც კონკურენციას ეყრდნობა, განუცხადა როიტერს დამასკოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ბასელ ჰამბლიმ ინტერვიუში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის აჯანყებული ძალების მიერ დამხობიდან 3 დღის შემდეგ. როგორც როიტერი წერს, სირიელმა ბიზნესმენებმა, რომლებიც სირიელების მსგავსად ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორი იქნება ქვეყნის ახალი მმართველობა, მიიღეს მინიშნებები, რომ ეკონომიკა ღია იქნება ინვესტიციებისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სირიის აღდგენისთვის. ხალხი ჯერ კიდევ ველოდება, რომ ნახოს იქნება ეს ღია საზოგადოება თუ ისლამური სახელმწიფო, განაცხადა ბეირუთში მოღვაწე სირიელმა ბიზნესმენმა ანონიმურობის დაცვით.
შეგახსენებთ, რომ სირიას დიდი ხნის განმავლობაში მკაცრი კონტროლი ჰქონდა დაწესებული ექსპორტსა და იმპორტზე. ასევე, როგორც როიტერი წერს, ქვეყანა რთულ სავაჭრო სისტემას იყენებდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საჭირო იყო იმპორტის ნებართვების მიღება და შემდეგ სირიულ ფუნტებში თანხის ცენტრალურ ბანკში განთავსება დოლარების სანაცვლოდ. თანხები ხშირად მხოლოდ რამდენიმე დღის ან კვირების შემდეგ ისახებოდა, რაც იწვევდა შეფერხებებს და ხელს უწყობდა პირველადი მოხმარების საქონლის დეფიციტს. უცხოური ვალუტით დამოუკიდებლად ვაჭრობის გამო კი შესაძლო იყო ადამიანი ციხეში ჩაესვათ. მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში 60 დღით ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილება ძალაში 16 დეკემბრიდან შევა. ამის შესახებ როიტერი წერს. ეროვნული საგანგებო მდგომარეობის დაწესება პარლამენტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის შესახებ გახდა ცნობილი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას საშუალებას აძლევს სწრაფად მოახდინოს რეაგირება და შეწყვიტოს ენერგიის ექსპორტი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 101 დეპუტატიდან 56-მა დაუჭირა მხარი. როგორც მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა განაცხადა, ეს იყო კენჭისყრა მოსკოვის მხრიდან გაზის ჩანტაჟის დასასრულებლად. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს დნესტრისპირეთის მოსახლეობა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს და მძევლად აიყვანოს ისინი. მოსკოვი ამას აკეთებს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის, განაცხადა დორინ რეჩანმა. მოლდოვის მთავრობის მეთაურის განცხადებით, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთისთვის გაზის მიუწოდებლობა გამოიწვევს ჰუმანიტარულ კრიზისს და ასევე შეუქმნის რისკებს მოლდოვის ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურობას. მოლდოვა წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს რუსეთიდან იღებს. 2022 წლიდან მთელი რუსული აირი დნესტრისპირეთს მიეწოდება, სადაც ის გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის, ხოლო დარჩენილი ნაწილი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებისთვის.